მოგესალმებით მეგობრებო. ვიწყებთ რუსთავის ნომერ პირველ საგამოცდო მარშრუტს. გამოვდივართ მომსახურების სააგენტოდან. ვრთავთ მარცხენა ციმციმას. აი მარცხენა ციმციმით ვიწყებთ მოძრაობას, შევდივართ წრიულ მოძრაობაზე და უკვე ვრთავთ მარჯვენა ციმციმას. ნახეთ ვიმყოფებით მთავარ გზაზე. აქ სიჩქარე დასაშვები არის 50, მაქსიმალური სიჩქარე გვაქვს 50. სამას მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ჩავრთეთ მარჯვენა ციმციმა. ეხლა ვემზადებით უნდა შევიდეთ აჩქარების ზოლში. ნახეთ დავაკვირდეთ. ჩვენ აჩქარების ზოლში შესვლის დროს ეს დათმობის ვალდებულება არ მოქმედებს აჩქარების ზოლში შესვლაზე. ეს გაითვალისწინეთ. ანუ აქ აჩქარების ზოლში უნდა შევიდეთ გაუჩერებლად. ნახეთ შევდივართ აჩქარების ზოლში. აჩქარების ზოლი არის 70-იანი მონაკვეთი. ვრთავ მაშინვე მარცხენა ციმციმას, ვიხედები მარცხნივ სარკეში, თუ სარკე მაძლევს გასვლის საშუალებას, შემდეგ ფანჯარაში მხარზე გახედვით ამოწმებ ახლოს აფრთხეს და თუ არაფერი შეზღუდვა არ მაქვს, გადავდივართ მთავარ გზაზე. აქ აუცილებლად არ დაგვავიწყდეს გახედვა სარკეში და ასევე მხარზე. ნუ თუ რა თქმა უნდა მანქანა მოძრაობს და უნდა გავატაროთ, ამ შემთხვევაში შევანელებთ, გავატარებთ და შემდეგ გადმოვდივართ მთავარ გზაზე. მაგრამ თუ цариელია ზოლი, ან შორიდან მოდის მანქანა, აჩქარების ზოლში ავაჩქარებთ 70 ფარგლებში, გავაზრდით უკან მომავალ მანქანასთან დისტანციას და შემდეგ გადმოვდივართ ძირითად გზაზე, მთავარ გზაზე. 500 მეტრში მოუხვიე მარცხნივ გვაფრთხილებს. 500 მეტრში ციმციმას არ ჩავრთავთ, 500 მეტრი არის უბრალოდ რომ ვიცოდეთ მიმართულება, საერთოდ მოგვიწევს მოძრაობის გაგრძელება. 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. 300 მეტრშიდაც ამჟამად ციმციმას არ ჩავრთავ, რადგან ერთზოლიან მონაკვეთში ვარ და ვიმყოფებით ფაქტურად მომხვევ ზოლში, ხო? ზოლის შეცვლა არ გჭირდება. მალე მოუხვიე მარცხნივ. ჩავრთე მარცხენა ციმციმა, აქ დავაკვირდეთ ყურადღებით. ნახეთ, ღერძულა ხაზი არ ჩანს და ყურადღებით იყავით, აი და მანქანის ასფალტსაც ეთყობა როგორ მიდის ზოლი, როგორ უნდა დაიჭიროთ მარცხენა ზოლი, აქ ვანელებთ, აი წინიდან მომავალ მანქანას გამოვატარებ აუცილებლად. ეს გაივლის თუ არა, უკვე სარკესაც ვაკონტროლებ, სარკეში გვაქვს გასვლის საშუალება, მხარზე გავიხედე, ახლოში მყოფი საფრთხე შევამოწმე, არავინ არ არის და განვახორციელეთ მოხვევა. 50-იან მონაკვეთში ვართ. ნახეთ მარჯვენა ზოლი, რადგან თავისუფალია, უწყვეტ ხაზს გავცდები თუ არა, აუცილებლად ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, მარჯვენა სარკე, მარჯვენა უკანა ფანჯარაში გახედვა და გადმოვედით მარჯვენა ზოლში. საერთოდ დაიმახსოვრეთ ორზოლიან მონაკვეთში, თუ მარჯვენა ზოლი არის თავისუფალი, აუცილებლად მარჯვენა ზოლში უნდა ვიმოძრაოთ. აი იამკებს დააკვირდით რა, იამკას ან უნდა გვერდი. ნახეთ, აუვაროთ, ან შუაში უნდა მოვიქცევთ, ან ძალიან რბილად უნდა გადავიაროთ. ნახეთ, დაბრკოლება გვაქვს. ჩაურთე მარცხენა ციმციმა, შევამოწმე მარცხენა ზოლი და განვახორციელეთ გადასვლა. დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, რომ როდესაც დაბრკოლებას დაინახავთ, რა მანძილზეც არ უნდა დაინახოთ დაბრკოლება, ანუ როდესაც მიხვდებით, რომ გიწევთ ხაზის გადაკვეთა, მაშინვე ჩაურთეთ მარცხენა ციმციმა. ანუ ნუ დააგვიანებთ, ნუ მიხვალთ დაბრკოლებასთან ახლოს და მერე ნუ ჩართავთ, ანუ შემჩნევისთანავე ჩაურთეთ. მე არ გეუბნებით, რომ მაშინვე გადადით ზოლის შეიცვალეთ მეთქი. მთავარია ციმციმა ჩაურთოთ და დაიწყოთ კონტროლი, მომზადება ზოლის შეცვლისთვის. დროულად. მეგობრებო, ჩვენ გახლავართ ავტოსკოლა საჩხერეში და თბილისში. ჩვენ თბილისში მოგამზადებთ ნებისმიერი საგამოცდო ქალაქისთვის.
ალბათ გეცოდინებათ, რომ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში დავდივართ, ვიღებთ ვიდეოებს, რათა დაგეხმაროთ, კიდევ უფრო გაგიმარტივოთ მართვის მოწმობისკენ მიმავალი გზა და რა ვიცი, თამამად შეგიძლიათ, რომ დაგვიკავშირდეთ, მობრძანდეთ თბილისში და ნებისმიერი ქალაქისთვის, ქალაქიდან გაუსვლელად მოგამზადებთ სრული საგამოსტო წესების მიხედვით. ასევე ჩვენი ავტოსკოლა მდებარეობს საჩხერეში, მოგეხსენებათ, სადაც არიან პროფესიონალი ინსტრუქტორები თავისი საქმის კეთილსინდისიერად, რომლებიც ასრულებენ თავის საქმეს, რომ იმედიანად დაგვიკავშირდით. რაც შეეხება რუსთავში ჩვენ შეგასწავლით საგამოსტო მარშრუტებს, ჩამოგიყვანთ, შეგასწავლით, დეტალურად შეგვიძლია გაგატაროთ ნებისმიერი მარშრუტი, აგიხსნათ და მანქანის ტარება კიდე თბილისში, რა თქმა უნდა, თბილისი ყველაზე მაგარი ქალაქია იმისთვის, რომ მანქანის ტარება ვისწავლოთ დახვეწილად. ასე რომ თამამად დაგვიკავშირდით, გელოდებით და წარმატებას გისურვებთ ყველას. 500 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. რა თქმა უნდა, ციმციმას არ ჩავრთავ და შემდეგ გეტყვის 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. ესე იგი, ნახეთ, 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ, რომ მითხრა, ეხლა მე რომ მარჯვენა ზოლში ვყოფილიყავი, ჩავრთავდი მარცხენა ციმციმას ზოლის შეცვლის მიზნით, მაგრამ რადგან დაბრკოლებების გამო მარცხენა ზოლში მოძრაობდი, 300 მეტრში ციმციმა არ ჩავრთე. აი ველოდები, ეხლა მალე მოუხვიე მარცხნივ მეტყვის კომპიუტერი და უკვე ჩაურთავ მარცხენა ციმციმას. ნახეთ, აქ ყურადღება მიაქციეთ. მარცხნივ უხევ, ოღონდ უკიდურესად მარცხნივ არ მოუხვიოთ, მარჯვენა მხარეს უნდა შევიდეთ აუცილებლად და მარჯვნივ გახედვა არ დაგვავიწყდეს. აქ უსაფრთხოების კუნძულია მოხვევის დროს და აუცილებლად უსაფრთხოების კუნძულთან შევიდეთ მარჯვენა მხარეს. 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. რადგან 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ, მითხრა, რა თქმა უნდა, მარჯვენა ზოლში აღარ გადავალ, მარცხენა ზოლში ვაგრძელებ მოძრაობას. მალე მოუხვიე მარცხნივ. ნახეთ, დავაკვირდით ყურადღებით. აქ გვაქვს ზებრა. ვამოწმებთ ქვეითთა გადასასვლელს. ქვეითთა გადასასვლელის შემდეგ ყურადღებით იყავით, ახლა დათმობის ვალდებულება გვაქვს. და აქ მარცხნივ ხშირად არის ხოლმე, რომ ავტობუსები მოძრაობენ ხოლმე და ისე უნდა გავთვალოთ, რომ ხელი არ შეუშალოთ ავტობუსს. აქ დათმობის ვალდებულება მაქვს, გავიხედე, არავინ არ მოდის მარცხენა მხრიდან. აქაც დათმობის ვალდებულება მაქვს, გავიხედე მარჯვნიდანაც ჩემ ზოლში არავინ არ მოდის და მოუხვიე პირველივე ზოლში აუცილებლად პირველივე ზოლში. ეხლა ნახეთ, აქ სამზოლიან მონაკვეთში შევდივართ. ჩვენ მოძრაობა გვიწევს პირდაპირ და მარცხნივ უნდა გავაგრძელოთ. წესით აქ ეხლა ჩვენ უნდა გადავდიოდეთ მარჯვენა ზოლში, ხო? შუა ზოლში მაინც. მაგრამ რატო არ გადავდივართ? ეხლა შუა ზოლში გეტყვით რა. შუა ზოლში რო გადავიდეთ და პირდაპირ და მარცხნივ მოძრაობა რო გავაგრძელოთ, აი წინ ორი ნაბიჯის მაღაზია არის და მათ ძალიან ცუდად გარან ხოლმე დისტრიბუციის მანქანები და მოკლედ. აი ეხლა ნახეთ როგორ სიტუაცია შეიქმნება. ამიტომ მარცხენა ზოლში გააგრძელეთ აუცილებლად აქ მოძრაობა. ჯობია აქ მივიღოთ მსუბუქი ჯარიმა, ვიდრე აი გზაჯვარედინის შემდეგ გავიჭედოთ ან ზებრაზე ან სადმე და საერთოდ მძიმე ჯარიმა არ მივიღოთ. ნახეთ, მარცხენა ზოლიდან გამოვედი და პირდაპირ მოძრაობას ვაგრძელებ მარცხენა ზოლში. ნახეთ, შემხედრ გზაზე შევედი მარცხენა ზოლში, იმიტომ რომ აქ მარჯვენა მხარეს ხშირად არის ხოლმე ჩახერგილი და მაგიტო გიწევთ ამ რეკომენდაციას, რომ მარცხენა ზოლით გამოვიდეთ. ქვეითთა გადასასვლელებზე ძალიან ყურადღებით და ფრთხილად ვიყოთ. აი კი ბატონო. ეხლა თუ მარჯვენა ზოლი თავისუფალია, ნახეთ, გადავალ მარჯვენა ზოლში, რომ თან დაგაკვიროთ აქ მარჯვენა ზოლის პრობლემებს. ნახეთ, გადმოვედით თუ არა მარჯვენა ზოლში, მაშინვე ჩაგვიდგა მარშრუტი. ამიტომ ეს მონაკვეთი, ეხლა ეს რადგან უწყვეტი ზოლია, აქ კი შეგვეძლოთ ჩვენ ამ მარშრუტკას შეგვიძლია რომ გვერდი აუვაროთ, იმიტომ რომ წყვეტილია უпроსორად. წყვეტილზე შემიძლია თან ორზოლიან მონაკვეთში ვარ. მაგრამ ზოგადად აქ მარჯვენა ზოლი საკმაოდ დატვირთულია, თან ეხლა ჯერ დილა არის და კიდევ უფრო და უფრო დაიტვირთება ეს მარჯვენა ზოლი და რა ვიცი, ჯობია რომ მარცხენა ზოლში გააგრძელოთ მოძრაობა, მაგრამ მაინც დააკვირდით, თუ მარჯვენა ზოლი არის სრულად თავისუფალი და ხედავთ, აუცილებლად მარჯვენა ზოლში იმოძრავეთ. მაგრამ თუ ხედავთ, რომ რაღაც დაბრკოლებებია მარჯვენა ზოლში, გაყევით მარცხენა ზოლს, არანაირი პრობლემა არ არის.
აი ასეთ ცარიელ სიტუაციაში გადავიდეთ გეომასწავლებელო მარჯვენა ზოლში, თუ ესეთი ცარიელი მარჯვენა ზოლი გვექნება აუცილებლად მარჯვენა ზოლში ვიმოძრავოთ. ქვეითთა გადასასვლელებზე ყურადღებით იყავით. ნახეთ, მარჯვნიდან რო ქვეითი მოძრაობს, მარჯვნიდან ზებრაზე ქვეითი რო გადმოდის, ჩვენ რო გავწდება, თუ მარცხენა ზოლში, სადაც ქვეითი გაგრძელებს მოძრაობას, ჩვენ შემდეგ თუ მარცხენა ზოლში ზებრა არის თავისუფალი, ანუ მარცხენა ზოლი არის თავისუფალი, მანქანები თუ არ მოძრაობენ, ჩვენ შეგვიძლია რომ მოძრაობა გავაგრძელოთ. მაგრამ რო გავწდება ქვეითი და თუ ხედავთ რომ მარცხენა ზოლში მანქანები მოძრაობენ, აუცილებლად ბოლომდე უნდა დაველოდოთ სანამ ქვეითი ზებრას არ დაასრულებს. მაგრამ რაც შეეხება მარცხნიდან მარჯვნივ მომავალ ქვეითს ზებრაზე, აუცილებლად ვჩერდებით და უპირობოდ თავიდან ბოლომდე ველოდებით. აქ 300 მეტრში იმოძრავი პირდაპირ გვეუბნება. აქ ქვეითთა გადასასვლელია, მაგრამ შუქნიშანია და ამიტომ რადგან შუქნიშანზე მწვანე გვაქვს, არ ვიწყებ ჩენილებას. ძალიან ყურადღებით ყველა ზებრასთან, ძალიან ყურადღებით. აუცილებლად შეამოწმეთ. მალე წრეზე იმოძრავი პირდაპირ. თავარ გზაზე მოძრავოთ, მეგობრებო. აი. დავწმუნდით, რომ არავინ არ გადმოდის და გავაგრძელეთ მოძრაობა. პირდაპირ ზებრაზე იდგა ეს ქალბატონი და ამიტომ იძულებულები გავხდით, რომ გაგვეჩერებია. თავარ გზაზე მოძრაობთ, აქ წრიული მოძრაობა კი არის, მაგრამ ჩვენი გზა არის, წრეზე მოძრავ მანქანას აქვს დათმობის ვალდებულება. შუა ზოლში მოძრაობთ. ნახეთ, აი ზებრა, ვიწყებ ჩენელებას, ნახეთ. აი თითქოს დგანან. აი. ნახეთ, ავტობუსმა გაიარა, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ აქვს. ხედავთ ის ქვეითი. ანუ გავჩერდით ზებრაზე ჩვენ. მიაქციეთ ყურადღება, ნახეთ რა საინტერესო ფაქტია. ზებრაზე გავჩერდით, მაგრამ ქვეითი არ გადმოვიდა. რატო არ გადმოვიდა, იცით? ჩვენ კი გავაჩერეთ მანქანა, მაგრამ სხვა მანქანები არ აჩერებდნენ. ამიტომ ქვეითი სანამ არ დარწმუნდება სრულად უსაფრთხოებაში არ წამოვა. თქვენ არ ჩათვალოთ ისე, რადგან თქვენ გაჩერდით და ქვეითი არ გადმოვიდა, რომ ის ქვეითი არაპირებს ზებრაზე გადმოსვლას. არა. რო გაჩერდებით, თქვენ თვითონ შეამოწმეთ დანარჩენი ზოლები. თუ მანქანა მოძრაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქვეითი მაგით არ გადმოდის. მაგრამ თუ თქვენ გაჩერდით და თქვენს გარდა არავინ არ მოძრაობს, სხვა მანქანა არ მოძრაობს და ქვეითი მაინც არ გადმოდის, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კიდეც, თუ რომ ანიშნოთ ქვეითს, რომ გადმოვიდეს. სამას მეტრში იმოძრავი პირდაპირ. ეხლა ნახეთ, რაც შეეხება წინ მიმავალ მანქანასთან დისტანციას, მეგობრებო, გავითვალისწინოთ, აი როგორ რა მანძილი უნდა დავიკავოთ წინ მიმავალ მანქანასთან დისტანცია საერთოდ. აი რამდენითაც მოძრაობთ, ხო? დაუშვათ მოძრაობთ 50-ით, ხო? აი 50 გაყავით შუაზე, არის 25, ხო? თვალის ზომით, რა თქმა უნდა, 25 მეტრა დაიკავეთ წინ მიმავალ მანქანასთან დისტანცია. ეს დისტანცია განისაზღვრება გასაჩერებელი მანძილით, საერთოდ, რომ აი დაახლოებით ეს მანძილი გვჭირდება ჩვენ, რომ დაბალანსებულად მანქანა უსაფრთხოდ გავაჩეროთ კრიტიკულ სიტუაციაში. ამიტომ დისტანციებსაც დიდი ყურადღება მიაქციეთ. თან ეხლა ახლოში მანქანას იმიტომაც არ უნდა გავყვეთ, რომ შეიძლება წინ ან ზებრა არის, ან იამკარი ან რაღაცა, ჩვენ რეაგირებას ვერ მოვასწრებთ, ხო? წინა მანქანა ხედავს, ჩვენ ვერ ვიხედებით, ხო? ამიტომ დისტანციებს მიაქციეთ დიდი ყურადღება წინ მიმავალ მანქანასთან და ასევე რა თქმა უნდა მარჯვენა და მარცხენა დისტანციებს. მალე იმოძრავი პირდაპირ, მალე წრეზე იმოძრავი პირდაპირ გვეუბნება, აქაც მთავარ გზაზე ვართ. ნახეთ, აქ უკვე დახაზული მონაკვეთი აღარ არის, ეს პატარა მონაკვეთი. აქ თვალის ზომით უნდა გავსაზღვროთ, რომ შუა ხაზში ვიმოძრავოთ. თვალით, აი წარმოსახვითი ხაზები უნდა ჩავრთოთ ამ დროს გზაზე.
შუქ ნიშანია ზებრაზე. შეგახსენებთ მეგობრებო, ეს არის რუსთავის ნომერ 1 საგამოცდო მარშრუტი. ჩვენ გახლავართ ავტოსკოლა საჩხერეში და თბილისში. და ვინც თბილისში ბრძანდებით და გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი სხვადასხვა ქალაქში, ნებისმიერ საგამოცდო ქალაქისთვის თბილისში მოგამზადებთ. ამისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ. ასევე შეგვიძლია რუსთავში ჩაგიტაროთ საგამოცდო მარშრუტები, ჩამოგიყვანოთ რუსთავში, ჩაგიტაროთ მარშრუტების ახსნა ადგილზე და შემდეგ ისევ ერთად დაბრუნდებით თბილისში. მოკლედ, მალე იმოძრავე პირდაპირ და მარჯვნივ. გვაფრთხილებს მიმართველი, ხო? ამ შემთხვევაში ახლა ყურადღება მივაქციოთ ძალიან, ნახეთ, დააკვირდით. ნუ აქვე ითა გადასასვლელი. არავინ კარგად მოდის. ნახეთ, ჩართო ავტობუსმა ციმციმა, ამიტომ გვერდის ავლას უკვე აღარ დავიწყებ. ციმციმა რო ჩართო, ესე იგი ნიშნავს, რომ იწყებს მოძრაობას. ნახეთ, აქ ახლა პირდაპირ და მარჯვნივ გვეუბნება. განა მარჯვნივ უხევთ. პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას. უბრალოდ პირდაპირ და მარჯვნივ, იმიტომ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ნახეთ, აქ ესტაკადაზე და წადის მარცხნივ გზა. ეს პირდაპირ ნიშნავს მარჯვნივ. ნახეთ, პირდაპირ ვაგრძელებთ ფაქტიურად მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა გვითხრა, მაგრამ იმიტომ გვითხრა, რომ აი მარცხენა და მარჯვენა შესასვლელი გაგვირჩია ერთმანეთისგან. ვიცვლით, მარცხენა ზოლში გადავდივართ ახლა ყურადღებით და უნდა გავიდეთ ავტობანზე. აი ნახეთ, არანაირი ზოლის შეცვლა არ გვჭირდება, პირდაპირ მარჯვენა ზოლით გადმოვედით. მარცხენა ზოლით ბოდიში, მარცხენა ზოლით შეუერთდით ავტობანზე. აი ახლა უნდა გადავიდეთ, ნახეთ, ვიწროვდება ჩვენი ზოლი. ნახეთ, ნიშანს დააკვირდით, ნიშანს უკვე ჩავრთე მარცხენა ციმციმა და ვიწყებ ზოლის შეცვლას. რა თქმა უნდა, ვაკონტროლებ პირველ რიგში სარკეს, ვიხედები შემდეგ მხარზე და როდესაც იქნება უსაფრთხო მომენტი, გადმოვედით 500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. და ნახეთ, გავწდი ახლა ამ შესახვევს და უკვე ვემზადებით მოსახვევად, ხო? მალე მოუხვიე მარჯვნივ. ჩავრთე მარჯვენა ციმციმამ. დააკვირდით ყურადღებით. ნახეთ, გადავდივარ უკვე მომხვევ ზოლში, რა თქმა უნდა, სარკეში და მხარზე გახედვით და აქ ვიწყებ ცოტა შენელებას, იმიტომ რომ ავტობანზე არ შემინელებია, ხედავთ? გადმოვედი მარჯვენა ზოლში და შემდეგ შევანელე. 50-იან მონაკვეთში ვარ.
ეხლა მეგობრებო, აქ ვართ 50-იან მონაკვეთში, ხო? ნახეთ, სტოპ ნიშანთან რომ მივალთ, ну აუცილებლად უნდა გავჩერდეთ, გავიხედოთ მარცხნივ, ხო? რომც არავინ არ მოდიოდეს, 1 3 4 წამი აუცილებლად უნდა გავჩერდეთ. და ნახეთ 50-იან მონაკვეთში ვიყავით. ანუ ის გზა, რომელსაც სტოპ ნიშნის შემდეგ უერთდებით, ის გზა არის 70-იანი მონაკვეთი. ნახეთ აქ გავიხედეთ, გავატარეთ, რომც არავინ არ მოდიოდეს, მაინც უნდა გავჩერებულიყავით, ხო? განთავისუფლდა გზა, გავაგრძელეთ მოძრაობა. ეხლა შემოვედით 70-იან მონაკვეთში. ნახეთ, ეს 70-იანი ნიშნული თქვენ არ დაგხვდებათ აქ. ეს ამ გზაზე ჩვენს უკანაყენია, რომელიც არ ჩანს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სტოპს რო გამოცდებით, ვართ 70-იან მონაკვეთში. აქ უკვე ნიშანი გვიდგას. შევდივართ 50-იან მონაკვეთში. ნახეთ. ახლა უნდა შეუერთდეთ ავტობანს. ამიტომ აქ დაგხვდება ასევე აჩქარების ზოლი, ხო? ვიცით რომ აჩქარების ზოლი 70-იანი მონაკვეთია, ანუ ჯერ 50-იან მონაკვეთში ვართ. ეს დათმობის ვალდებულება, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენზე მოქმედებს, ხო? ჩვენ პირველ რიგში ახლა შევდივართ აჩქარების ზოლში, მაშინ ვევრთავთ მარცხენა სიმციმას, ვიხედებით უკვე სარკეში, ვამოწმებთ შორ საფრთხეს, თუ სარკე მოგცა საშუალება, მხარზე გავიხედავთ მარცხენა ფანჯარაში, უკან მოკლე ახლოს მყოფი საფრთხე შევამოწმოთ და გადავდივართ მთავარ გზაზე. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ვიხედებით აუცილებლად მარჯვენა სარკეში, ვიხედებით ფანჯარაში უკან გადასვლის მომენტში. სამას მეტრში მოუხვიე მარცხნივ. ნახეთ, აქაც ყურადღებით ვიყოთ ახლა. მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ. გვაფრთხილებს, ანუ ეს ტერმინებს მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება რა. წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ, ახლა რას ნიშნავს? აქ იხსნით ეხლავე. უბრალოდ აქ მინდა ყურადღება გაგიმახვილოთ, რომ ამ წრიულ მოძრაობაზე, ნახეთ, ჩვენ გვაქვს შესვლის უპირატესობა, ანუ აქ ჯერ მარცხენა მხრიდან მომავალ დათმობის ვალდებულება აქვს. წრეზე ჩვენ შევდივართ უპირატესობით, მაგრამ წრედან გასვლის დროს გვაქვს დათმობის ვალდებულება. აუცილებლად უნდა დაუთმოთ მარჯვნიდან მომავალ მანქანას. შემოვდივართ წრეზე აუცილებლად პირველივე ზოლში და ვბრუნდებით უკან. ანუ ეხლა უკვე ავდივართ ესტაკადაზე. მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ, ნიშნავდა ეს. აი წეხან ჩვენ იმოძრავე პირდაპირ გვითხა ხო გავაგზავნეთ მოძრაობა მარჯვნივ ამ ადგილზე, ხო? წავედით ავტობანზე. ამ შემთხვევაში უკვე ამოვდივართ ესტაკადაზე. ეს ნიშნავდა წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ. ანუ ეს ტერმინი ნიშნავს წრეზე რომ შევდივართ, რომელი გზიდანაც შევდივართ წრეზე, ისევ იმ გზაზე ვბრუნდებით უკან, ოღონდ რა თქმა უნდა საპირისპირო ზოლში. ეხლა მეგობრებო, ეს მონაკვეთი აქედან უკვე არის 50-იანი მონაკვეთი. ნახეთ წრეზე რომ დავბრუნდი უკან იგივე გზაზე. ხო შემოვედით 70-იანი მონაკვეთით, არა? ანუ აქ მარცხენა ზოლი ხოა 70-იანი. ამ შემთხვევაში მარჯვენა ზოლი არის 50-იანი მონაკვეთი.
ისევ დათმობის ვალდებულება, ისევ აჩქარების ზოლი. დავიწყე სიჩქარის მომატება, 70-იანი მონაკვეთი აჩქარების ზოლი ვიცით, ვამოწმებთ სარკეს, ვიხედებით მხარზე და გადავდივართ მთავარ გზაზე. მალე მოუხვიე მარჯვნივ, გვეუბნება. ანუ გადმოვედით თუ არა აჩქარების ზოლიდან ავტობანზე. მალევე ვrთავთ გვეუბნება მიმართულებას, ვrთავთ მარჯვენა ციმციმას და გადავდივართ მარჯვნივ, მაგრამ ნახეთ ამ გადასვლის მომენტში აუცილებლად აქ გაიხედეთ სარკეში და გაიხედეთ მხარზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად მარჯვენა მხარეს ვართ, ხშირად არის ხოლმე რომ ან მოტოციკლეტი ან რაღაცა არის რა, არ ღვევენ მოკლედ მანქანები, მარჯვენა მხრიდან შეიძლება საფრთხე შეგვიქმნან. ამიტომ აი აქაც ზოლი არავითარ შემთხვევაში არ არის რეალურად ზოლი, მაგრამ ფართი რჩება, ადგილი რჩება იმისთვის, რომ ვიღაცა ურჩი მძღოლი შემოვიდეს მარჯვენა მხრიდან, ამიტომ აქ თუ არ გავიხედეთ, არ შევამოწმეთ, ეს გვეთვლება მძიმე შეცდომაში. ვასრულებთ ახლა პირველ საგამოსტო მარშრუტს. 50-იანი მონაკვეთია, 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ, გვეუბნება. მალე მოუხვიე მარცხნივ, ეზოში. ეხლა ყურადღებით იყავით. ძალიან ყურადღებით იყავით. ახეთ წრეულ მოძრაობას ვაკეთებთ. დააკვირდით, აქ გვაქვს დათმობის ვალდებულება. აი ამ წრეზე თუ ვინმე მოძრაობს ჩვენი მიმართულებით მარცხნიდან, აუცილებლად უნდა გავატაროთ. აი ამ წრიდან, ამ შემთხვევაში არავინ არ მოდის. შევდივარ წრეზე. აი ეს მარჯვენა მხარე გვიგავია, მიაქციეთ ყურადღება. აქ მარჯვნიდან თუ ვინმე მოდის, არავითარ შემთხვევაში თუ საფრთხეს არ ქმნის, რა თქმა უნდა, არ გავატარებთ და შევდივართ მომსახურების სააგენტოს ეზოში. წარმატებებს გისურვებთ ყველას.